ქართველებო, დაუფიქრეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე. 6 მილიარდიანი ინვესტიციაზეა საუბარი, როგორც ამათ, როგორც გვეუბნება და როგორც ცდილობს რომ მოგყიდოს ხელისუფლებამ 6 მილიარდიანი ინვესტიციაო. ასეთი ამდენი ფული შემოდის, PR მენეჯერად დაიწყო პრემიერმა მუშაობა არაოფიციალურად, რეკლამებს რო უკეთებდა ამ ალაბარის კომპანიას რაც ქვია, რომელი კომპანიაცაა? Eagle Hills-ი, ხო, სახელი ვერ გავიხსენე. და რეკლამებს უკეთებდა. და რატომ არის ხელისუფლება გაჩერებული? რატომ არის? მე უბრალოდ დაფიქრდით ქართველებო. რატომ არის ქართული ოცნება ჩუმად ამ პროექტთან დაკავშირებით? ძალიან დიდი მოგება ხო უნდა შემოიტანოს. ძალიან დიდი საქმე ხო არის. მილიარდები ხო უნდა შემოვიდეს. რატომ არაფერს ლაპარაკობენ ამ თემაზე? და რატო ჩვენ რო ვაქტიურობთ ამ თემის მიმართ? ჩვენზე ეგრევე რატო ხდება იერიშების მომოტანა? ძირითადად ეს კონსერვატორებზე, კერძო პირებზე, თანამებრძოლებზე. ეს რატო ხდება ქართველებო? აბა ერთი დავფიქრდით, არ არის ეს კითხვა ძალიან რთული, მაღალქულიანი არ არის, ერთქულიანი კითხვა არის. მარტივი კითხვა არის. პასუხი იცით ყველა. სინამდვილეში ქართული ოცნება გვატყუებს. არანაირი მილიარდებს ბიუჯეტი არ მიიღებს, არც მილიონებს. რაც შემოვა ფული, რა ფული შემოვა გადანაწილდება ჯიბეებში. ოფშორულ ზონებში დაილექება ეს ფულები ანგარიშებზე. აბა ერთი გამოდი და პირდაპირ თვალზე გამისწორეთ და მითხარით, რომ არა ეგრე არ არის ეგ. აბა ერთი რომელი ხართ, აბა დამენახეთ. რომ ასე არ დამთავრდება ეს ყველაფერი. ეს რო ბიუჯეტი რო ივსებოდეს ამ პროექტით. იმედი, პოსტივი და რუსთავი 2 სამთავრობო არხები და ის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდე გადაცემებზე გააკეთებდა. ვერ ხვდებით არ იცით ასე რო იქნებოდა? რატომ არ აკეთებენ? რატომ არიან ჩუმად? გასუსული, გაყურსულები, რატომ არიან? იმიტომ რომ იტყუებიან, იმიტომ რომ საკუთარი ჯიბეებისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. საქართველო იყიდება. მაგიტო არიან, მანდ რომ მაგენი პოლემიკაში შემოვიდნენ ჩვენებთან. მათ რომ მაგათ რომ ლაპარაკი დაიწყო ამ თემაზე. იყიდება საქართველო. ეს ხო მაგათ საზიანოთ იქნება ყველაფერი. რაც უფრო მეც ილაპარაკებენ, მეტ შეცდომებს დაუშვებენ, მეტად გაყიდიან საკუთარ თავებს, როგორც აი გაპრაება, როგორც კი დაიწყეს. რა საშინელი ფრაზები ამოუვიდათ პირიდან. ვიღაც გამპრავებლებს და ეგრევე რო გაყიდეს თავი და მე რო უცებ შეცვალეს, აღარ დაკონკრეტები ახლა გვარებს, ყველა მაგენ ერთნაირები არიან. აი ესაა ჩემო ქართველებო, უნდა მიუხვდეთ ამას, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შვილების ბედი არის სასწორზე. მამას პირდონ ბოდიში ეთ რეპლიკასავით. ანუ მეგობრებო, აი რას გადმოგცემ ძირითადად ჩინარცი რა არის. ეს ხელისუფლება ყიდის თქვენი ხელით, ისე რომ თქვენ ვერ ხვდებით. აი ეს არის უტყუარი ფაქტი. ხელისუფლება ყიდის თქვენი ხელით, რომლებიც იცახით რომ ინვესტიციაო, სინამდვილეში თქვენ ჯიბეში არაფერი არ ხდება, თქვენ თავს საერთოდ არაფერი არ ხდება და ვერაფერი ვერ მოხდება, თქვენი ხელით, თქვენი მხარდამჭერით ყიდის, თორე დამოუკიდებლად ის 10-15 კაცი ამას ვერ შეძლებს. თქვენი ხელით ყიდის, რომელი აი თქვენობით იმიტომ მოგმართავთ რომ თქვენ ამისგან ვერასდროს სარგებელს ვერ მიიღებთ. ის 10-15 კაცი ამ ფულს ჩაიდებს ჯიბეში და წავა. დარჩებით ხახამშრალები, სამშობლო დაკარგულები, ქალები, წაბილწულები, შვილები, გარყვნილები, მიწაწართმეულები. აი ეს იქნება თქვენი ბოლო და ეს რო არ მოხდეს, მაგას ქადაგებს მამას პირიდონი და მოусმინეთ გულდასმით და ეს უნდა გაიაზროთ. ამ პროექტით ბიუჯეტი კი არ მოიგებს, ის 10-15 ოჯახი
რომლებსაც ხელთ უყრია საქართველოს ბიუჯეტიც, შემოსავლების, ბიზნესების ყველაფერი, რომ აკონტროლებენ ძირითად შემოსავალს, ჩვენი საქართველოს შემოსავლის ფინანსების 95%, 10-15 ოჯახი ბიზნეს თამადობით. აი ეგენი მოიგებენ. არანაირი ბიუჯეტი მაგას არ იგზნობს, რაღაც გარკვეული ძალიან უმნიშვნელო თანხა დაფიქსირდება ბიუჯეტში, ეს იქნება არაფერი არავინ არ მოიგებს და მით უმეტეს თქვენ ქართველებო არავინ არაფერს არ მოგაგებიებთ. რატო ვერ ხვდებით ამათ და რატო არ გინდათ ეს გააცნობიეროთ იმ ნაწილს, რა თქმა უნდა, ვინც ვითომ რომ იშტერებთ თავებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის და მეტი და მეტი უნდა გავხდეთ. რომ ვინც ამბობთ რომ გეშინიათ. აი ამდენი ხანია ხმას რომ ვიღებ ჩვენ. რათვის ღერები ჩამოგვაცალეს თავზე თუ რაკნეს. ძლიერი არის ბიზნეს რეჟიმი, არაფერი ძლიერი არ არის მეგობრებო. ხუხულასავით არის აშენებული. ერთი სული შეფერა უნდა და დაინგრევა. რომ არა ის ქუჩაში მორბენალი ლიბერალები, ევროპას გვარქმევს ხალხი. ეგენი რო არ ყავდეს ბიზნეს. ერთ თვეში ვერ შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას. ერთი თვე ვერ გასტანს. მაგათ ფონზეა მაგი არის საფრთხობელა. ეგ ზალა ყავს შენახული. თვითონაც ვერ ხვდებიან ეს იქ დაწილი ჩვენი საზოგადოებისა. და როგორც კი ჩვენ გავხდებით უფრო და უფრო მეტი ძლიერი, ორგანიზებული და ორიენტირებული პრობლემებზე გარწმუნებთ მეგობრებო. არაბული კწანიში, არაბული ქალაქები კი არ აშენდება. აშენდება ქართული მართლმადიდებლური ქალაქები. ლოცვებით, ქართული სიმღერით, ქართული გალობით, ქართული წირვით. აი ესეთი ქალაქები აშენდება მანდ. ისე აშენდება, რომ ტყე კი არ გადაშენდება პირიქით. იქ ტყე კიდე შენარჩუნებული იქნება. აი ესე გაკეთდება. ამის სურვილი გექნებათ. აი ხშირად ამბობთ ხოლმე რომ აი ადამიანს ემართება ის რას შინაგანად მას სურს. რისკერას ისრაფვის. ისე როგორც ერთს თუ კი უნდა რომ დარჩეს მონად, მას აუცილებლად ეყოლება ბატონი. მაგრამ ერთს თუ უნდა კონდეს ღირსება, იბრძოლოს ღირსებისთვის, ის აუცილებლად გახდება ძლიერი წამყვანი მისაბაძი ღირსებისა და მორალით კუთხით მისაბაძი თავის რეგიონში. ეს როგორიც უნდა რომ იყოს, ისეთი იქნება. დღეს ჩვენი ერი არის ამპარტავნების სავსე, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ამის ზახელი და ამპარტავნებით ისე ვართ დაბერილებელ, ამის დავწყდებით. სინამდვილეში ვართ საკუთარი შვილების სისხლში მოცურავე ერი, რომელიც დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თორემ ყველაზე კი არ ვამბობ. საკმაოდ დიდი ნაწილი ერი, რომელსაც უყიდიან საკუთარ მიწა-წყალს, სისხლით მოწყობილ მიწა-წყალს ჩუმად არის, ესეთი ერი ვართ. ერი, რომელიც ჩუმად არის, არ ვიცი, უამრავ პრობლემებზე, ახალ ბიჭებს უდარკომანებენ, ჩუმად არის, უბახებენ ქალიშვ გოგონებს, ჩუმად არის, სოფლებს სლიან, გენოციდს უწყობენ, ჩუმად არის, კაზინოებით ძარცვავენ, ჩუმად არის. არ ვიცი რა, არ ვიცი პირდაპირ რა. მეტი და მეტი ადამიანს უნდა გაგიჩნდეთ ღირსების შეგრძნება, თავმოყარაობა და ღირსების შეგრძნება. და უფრო მეტი ადამიანი უნდა იქნეს ჩართული ამ ბრძოლაში. ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი აზროვნება და სარწმუნოებაც სწორედ ეს არის. ქრისტიანობა არ არის მარტო პიგვარი გადავიწერე და მუხლებზე დავდექი. ეკლესიაში შემოვარე ჩოგვით. არ არის ეს ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის, როდესაც ქრისტეს სახელისთვის იბრძვი. როდესაც მისთვის მზათაღარ მოკვდე. როდესაც ცოცხლობ ქრისტეს სიტყვის მიხედვით. საკუთარი შვილების სისხლში ბანაობს 100-დან 99 ოჯახი თუ არა 90 ოჯახი მაინც. რომელ ქრისტეზე ლაპარაკობთ? საკუთარი შვილების სისხლში ბანაობს ოჯახები. გადიან ეკლესიაში და აი მე მაპატიე რა უნდა გაპატიო კაცო რა გეპატიება.
სინანული არა გაქვს. არ ნანო ბაგას. პატიება სინანულის მერე მოდის. მიწასყას გიყიდიან. ხმის ამოღები არ ახართ. სხვათა შორის მიაქციეთ ყურადღება. მე თქვენ გეუნებთ ბიჭო, თქვენ დაგვირებული ხართ ამ თემაზე, რასაც ვიტყვი. მოსახლეობასა ვინც მისმენს, ახლა მათ ვეკითხები. ვინც ჩვენს მიმართ კრიტიკულად იყვინებიან ამ ბოლო პერიოდში. შედით მის Facebook გვერდ, მათ Facebook გვერდებზე. აი, დაყევით. ერთი პოსტი არა აქვს დადებული არაბულ ქალაქებზე, კაცო. 10-დან 9-ს. ერთს არა პოსტი დადებული იმ აბორტზე. და პატრიარქის სახელით ხშირად აქეთ გედავებია პატრიარქის სახელით, კაცო. ნუ პატრიარქი არ თქვა, ბავშვებს მოკლავთო? პატრიარქმა არ თქვა, არავის არა ქართული მიწის გაყიდვის უფლებაო? ერთი პოსტი მაინც დადე, ბიჭო და მერე შემომიტიე პატრიარქის სახელით. ერთი კომენტარი მაინც დადე, სადმე? სინამდვილეში, რაშია საქმე, იცი? ეს ცნობილი შეკითხვა რო არის, რატომ მოკლა კაინმა აბელი? სინამდვილეში ეგ ხდება. სინამდვილეში ეგ სასტავი ზუსტად ხდება. რომ თქვენ კონსერვატორები ნაბიჯ ზუსტად მიდიხართ გამარჯვებისკენ. მაგათ არაფრის თავი არ აქვთ, ან ბრძოლის სურვილი არ აქვთ და თან პარალელურად მისაწვდომებს ბრძოლოს, იმასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, სისტემას გულისხმობ, რა თქმა უნდა. და ეს ორივე ერთად არ გამოდის, ან უნარი არ აქვს, ინტელექტი არ ყოფნის, როგორ იბრძოლოს, ყველაფერი ერთად და შურს. გაბაროტებულია თქვენს მიმართ. მეტი ახსნა არ აქვს, ერთი პოსტი მაინც მიუძღვენი არაბულ ქალაქებს, კაცო, და რა ქვია, აბორტს, ბავშვთა მკვლელობას, ერთი პოსტი მაინც მიუძღვენი და ლოცვილო. პატრიარქი რასაც გიქადაგებს, ის მაინც მიუძღვენი და აი საიდანაც დავიწყები დავამთავრებ. არაბული ქალაქების, ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების მშენებლობის თემაზე ჩვენი მხარე აქტიურობს. ვის აი კონსერვატიული მოაზროვნე და მოფიქრალი ადამიანთა ერთობა. სხვა გაერთიანებები არის, რა თქმა უნდა, ზოგი მცირე, ზოგი დიდი. და არაფერს არ ლაპარაკობს ხელისუფლება. ხელისუფლება ჩუმად არის და ხელისუფლებასთან დაახლოებული ტიპები აქეთ ისვრიან ქვებს. მიაქციეთ ყურადღება ქართველებო და უცებ აღმოაჩენთ ძალიან მარტივ ეშმარიტებას. დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა და აი აუცილებლად ერთობით გამარჯვება არის გარდაუვალი. ერთობით, ოღონდ, ერთობით. ჩვენ რაც შეიძლება მეტი უნდა გავხდეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის. დიდი სამუშაოები გველოდება ქართველებო, სასიხარულო სამუშაოები, ტკბილი სამუშაოები და ისტორიული სამუშაოები. ძალიან მიხარია ეგ ინფორმაცია, ძალიან მახარებს.